ვაგრძელებთ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის გადაცემათა ციკლს საუბრები ბრეხალოკიდან. დღეს ჩვენი სტუმარია ცნობილი ექიმი, ძირძველი სოხუმელი, პროფესორი ბატონი რეზო სხულუხია, რომელიც თავისი მშობლიური ქალაქის ამბებს გაიხსენებს. სოხუმს ყავდა შესანიშნავი და ყავს ეს ექიმები, ძალიან კარგი ადამიანები და იუმორის მატარებელი ექიმებიც, რომლებიც ეს იუმორი ერთ-ერთი მკურნალია. მე მგონი დამეთანხმები თამაში. დასაგვირელია, სოხუმი თვითონ საერთოდ სიყვარულის ქალაქი არის. ეხლა მე მგონია მაშინ მით უმეტეს ბავშვური და ახალგაზრდული თვალით დახედული კი არა. სილამაზისა და სიყვარულის ქალაქი. წელიწადის ყველა დროს იყო საოცარი ლამაზი და სოხუმი იყო სულ სხვა რაღაცა. ეხლა რო აკვირდები არა, ქალაქი აძლევდა დახასიათებას ადამიანს. შესტომ არ უნდა დაეშალოს შემდეგ თაობას, იმიტომ რომ ეს ზნეობა, ურთიერთობა ეს ყველაზე ფასიური იყო. ახალი თაობა იზრდებოდა აი იმით რომ სიპატიოსნი არ უნდა შეეშალოს ადამიანს რაღაცა ზნეობა უნდა იყოს, ურთიერთობა ყველაზე მთავარი ეს არის. აი ეს იყო სოხუმში და მე მიხარია რომ ჩემი თაობის თბილისლები ამბობენ ვინც სოხუმშია ნამყოფი გაგრაში. ამბობენ ვისაც არ უნდა ხავს ეს სოხუმი და ალსოხუმლები ის სულ სხვა რაღაცა იყო, სულ სხვა მოფერება. ვინც სოხუმში იყო რამოდენიმე ხანი ნამყოფი მთელი ცხოვრება მიყვებოდა ის სიტყვა და ის ურთიერთობა რომელიც სოხუმში იყო. აი მამაჩემის თაობაც ხო? მე გავიხსენებ ექიმები იყვნენ, ბევრი და არა მარტო ექიმები, მშენებლებიც ისინი. ურთიერთობა ისეთი იყო, არის ოჯახის წევრები იყო ერთმანეთში. ხინში, ჭირში, გვერდში ერთადგომა. ცხოვრებაში მთავარი რა არის, რომ მარტო არ ახ. ყველა სფეროში, რასაკვირველია სამედიცინო სფეროში მით უმეტეს ექიმების საზღვარგარეთ არის, არ აქვს მნიშვნელობა რა ერის არის და რა ჯულის. აფხაზეთში 8500 მშობიარობა იყო წელიწადში. სოხუმის სამშობიარო სახლში იყო 3000. თვითონ დიდი პროცენტი იყო სოხუმის რაიონსაც არ ჰქონდა სამშობიარო სახლი. ხო და ეს კონტინგენტი მოდიოდა ჩვენ და ურთიერთობა იყო რამე თუ ჭირდა ტყვარჩელში, გაგრაში, გუდაუთაში, ამოწყობის გადარჩენა, ერთმანეთთან გვერდში დგომა, სიყვარული. ყველგან ეს სადაც არ უნდა იყოს ეროვნებას არ ქონდა მნიშვნელობა, არა მარტო ჩვენ სფეროში, ნებისმიერ სფეროში ხა სოხუმთან არ იყო გარჩევა ხო, მეგობრობას არ აქვს ეროვნება და რაღაც ხო, მეგობარია. მე მახსოვს რომ თქვენ ერთხელ საინტერესო საჩუქარი მიუტანეთ ჩვენ ერთ საერთო მეგობარს საშა საბეკიას, რომელიც კარდიოლოგია. ნუ ცნობილი პიროვნება, საოცარი კაი პიროვნება არის, კაი პროფესიონალი, ბატონი საშა და იუბილეა. მისი რგვალი ესა 50 წელი შეუსრულდა, ხო და ოქროს ბაზრობაზე გავედი და გული სამგვარდი ნიშნით როგორც გულის ექიმს კურნავს ექიმს და სამგვარდი პატარა ის გავუკეთეთ რომ დამარ დაემაგრებინათ საგვარს და მე უთხარი ჩემო საშა ჩემო საყვარელო კაცო ოღონდ ჩემ დაბადების დღეზე მე უთხარი ჩემი პროფესიის ნიშანი არ მოიტანო მე უთხარი თამისი ჩამოსაგიდად რაღაცა კარგია ფილატოვის ამბავიც მითხარით თქვენ ერთხელ ფილატოვის სოხუმ ჩამოდიოდა იუბილეა ბატონი ამ ფილატოვის სოფლიოში ცნობილი ოფთალმოლოგია ხო და იუბილეზე მიართვეს თვალი და მისი ფოტოსურათი არის ჩასმული აქა და აკადემიკოსმა ცნობილმა პიროვნებმა თქვა კიდო კარგი არა ვარ გინეკოლოგი თორე ჩემი საქმე იქნებოდა ძალიან ცუდად გასვენებაზე ვარ მეგობარს გადაეცოლა ბაბუა და გამოვიდით ხამ გასვენებიდან და გავარდით 4-5 კაცი და მეუნება რეზო შენ გონია სიკვდილის მეშინიაო მეო და აბა რა გაწუხეს მე უთხარი ბატონო ჟურა მეშინია ვიცი რომ გარდაიცვლებიო წვიმარო არ მოხდოსო იმ დღესო გასვენების დღეს ხალხი დასვენდება და გაცვირდებაო ხო და ეხლა დაფიქრდი მე და ის ხალხი გაგვიჟდა კაცო უყურებს ახლა რა წვიმარა ისა გასიკვდილზე ალაპარაკე და ბატონო ჟურა მე უთხარი რამდენ წელი შენ გასვენებას რამდენ კაცს მიახლოებით მე უთხარი დაფიქრდა და რეზო ახლა პატარა ქალაქი არისო ნათესავების მოვა და 1800-2000 მაინც მოვაო გასვენებას მე ასე ვფიქრობა ბატონო ჟურა მე უთხარი არ გიჭერს სენსამარი იყიდე 2000 ზონტიკი და შესასვლელში დადევი მე უთხარი რო შემოვა ხალხი გამოვა მე უთხარი და შიდა წახვალ დამხნდა მე უთხარი არ დასრულდება კაცი არა ჩემი აზრით შეიძლება სუბიექტურია მაგრამ აფხაზეთის სავეთ კუთხე რასაც ვაკეთებ იშვიათია თვით საქართველოს სავეთ ხო ველოსიპედით შემოირბენს ადამიანი ამდენად მრავალფეროვანი ასეთი სილამაზე და აფხაზეთი მით უმეტეს ხა სოხუმი მშვენიერი რაღაცა მაგრამ აი მიუსერადან
გაგრა, პიცუნდა, ლიძავა, ეს ყურე გაკეთებული საოცარი სილამაზე, კავკასიის ქერი ჩამოთვლილი, მსგავსი არ არის. ჩემი აზრით შეიძლება სუბიექტური იყოს, აი ჩვენ კუთხესთან დაკავშირებით, მაგრამ შინაგანი ბუნება ადამიანების რაც იყო ეს აფხაზეთში, საოცარი რაღაცა იყო. მიუხედავად ეროვნებისა, ხო? ეხლა თუ სოხუმი აიღე დავუშვათ, ესტონგაც იყო სოფელი. გახსოვთ, განახლებაში. ჩასახლებული იყო ესტონელები. რამდენი იყო ეხლა დავუშვათ, ოჩემციდან რო წამოხვიდოდი, ხო? კალხოს, ესე იგი, კოლმონობა, კეროვის კოლმონობა, მიასტნიკოვა, პაბიედა, ნუ ესე გამარჯვება ასე ერქვა სახელები, ეს ზემო ფშაფი რაც იყო და სხვა. იქ სოფლები ცხოვრობდნენ. ურთიერთობა ერთმანეთში საოცარი კარგია აფხაზებს იმას არ იყო ხო ეს ჩვენი სფერო მაინც სოციალურია ხო ეს მშობიარობა იყო როგორც მოგახსენეთ 8500 მშობიარო იყო აფხაზეთში ხო და ხა გუდრიშის მიმუშავია განყოფილების გამგე 2 წელი ნახევარ და ახალგაზრდა ვიყავი ლენინგრადში ჩამოვიდი სოხუმის სამშობიარო სახელმწიფო ექიმი 80-დან 93 წელი აქ არ ქონდა ხო მიუხედავად დაძაბული ბოლო სიტუაციებისა რასაკვირველია და ურთიერთობა ჯანსაღი გვერდში დგომა ამიტომ ურთიერთობაზე დიდი მონოპოლარი არაფერი არ არის ძვირფასო მეგობრებო, ამით ჩვენი შეხვედრა ბრეხალოვკაში დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე.